შუადღე მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, ვინც მისმენთ, ვისაც მოგწონვართ, ვისაც არ მოგწონვართ, ვინც მაკრიტიკებთ, მლანძღავთ, მაგინებთ, მაფურთხებთ, მეფერებით და ასე შემდეგ, ყველას მოგესალმებით. ყველას კომენტარი მისაღებია გოგონებო, წაკითხულია, მოწონებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მამაკაცები აქტიურებენ ძალიან და ესეც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როგორც ჩანს ვიდეოს ბოლომდე უყურებენ და აი თუნდაც პატარა 1%-იანი დალექვა ხდება მათ გონებაში და ძალიან მიხარია. მოკლედ დარწმუნებული ვარ, ხა ძალიან ბევრი თქვენთაგანი შემოვიდა ამ ვიდეოს სანახავად, იმიტომ რომ ისეთ ცოტა პროვოკაციული სათაური აქვს. სათაური აქვს ესეთი, როგორ დავიბრუნოთ პარტნიორი, როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი, ხო? ალბათ გონიათ ახლა, რომ აქ რაღაცა იქნება ჯადოსნური ფორმულა იმისათვის, რომ წასული პარტნიორი დააბრუნოთ და ასე შემდეგ. არავითარი ჯადოსნური ფორმულა აქ არ არსებობს. ერთადერთი ჯადოსნური ფორმულა ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. თუ რა თქმა უნდა, პარტნიორი არის ფსიქოლოგიურად, ემოციურად და თავში პირდაპირ ვიძახი დალაგებული. თუ არ არის დალაგებული აქ, მაშინ არაფერი არ უშველის, გარდა იმისა, რომ მოათავსოთ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ კლინიკაში. სხვა ვარიანტი აქ არ არის, ხო? აქ გვაქვს საუბარი ჯანსაღ მამაკაცზე, როდესაც ეს ადამიანი ტოვებს ურთიერთობას და გადის, როგორ უნდა მოაბრუნოთ უკან. აქ არავითარი ის გაუკეთე, ეს გაუკეთე, ჯადო გაუკეთე და ასე შემდეგ არ იქნება ასეთი რაღაცების მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და აბსოლუტურად ვგმობ და ვგმობ იმ ხალხს, ვინც აკეთებს და იმ ხალხს, ვისაც უნდა რომ გააკეთოს, ამიტომ ეხლა გვექნება ჯანსაღი რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიბრუნოთ საკუთარი თავი, როგორ დაიბრუნოთ წასული პარტნიორი და გქონდეთ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ბალანსირებული ჩადება ამოღების ფორმულა, ურთიერთობაში ენერგეტიკის ჩადების და ამოღების ფორმულა, ხო? ეხლა მოდით ჯერ დავიწყოთ იქიდან რატომ იდის მამაკაცი. მამაკაცები ბევრად უფრო პატიოსნები არიან ზოგადად ურთიერთობაში, ვიდრე ქალები ვართ, იმიტომ რომ ქალები ვართ ჩვენ ესეთი კობრა გველები, რომელსაც შეგვიძლია ვთქვათ არა მაშინ, როდესაც ვართ აზრზე რომ ეს არის კი, ან თქვათ კი მაშინ, როდესაც გვინდა არა, თქვათ რომ აღარ გვინდა ურთიერთობა იმისათვის, რომ გამოგვეკიდოს მამაკაცი და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს რაღაცა ქალური манипуляციები, რომელსაც მამაკაცი არ მიმართავს. ალბათ 100%-დან 100%. რატო? იმიტომ რომ მამაკაცი თუ წყვიტავს, რომ აღარ უნდა თქვენთან ურთიერთობა და მიდის, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად მიდის, კიდე გეუბნებით. ანუ იმის კითხვა, რომ ვაიმე ნეტა რატო წავიდა, ან რო წავიდა, იმიტომ წავიდა, რომ მოვიდეს, ნეტა რას ფიქრობს ეხლა ჩემზე, ალბათ იმიტომ მითხრა და ეს ყველაფერი არის ბლა ბლა ბლა. იმიტომ მიდის, რომ უნდა, იმიტომ გითხრათ, რომ გადაწყვიტა. ეხლა რა იყო ამის წინაპირობა? ბევრი ეჩხუბეთ, ბევრი ეკინკლავეთ, შეეწინააღმდეგეთ თუ ასე შემდეგ, გახსოვდეთ ერთი რამ. მამაკაცები ისევე როგორც ჩვენ არ ვსწორდებით. ქალს კიდე მარტივად შეუძლია ლავირება გააკეთოს ურთიერთობაში და ცოტა მოერგოს მამაკაცს, მაგრამ აი მამაკაცის ლავირება, გამოსწორება, რაღაცის შეგნება, მორგება და ასე შემდეგ ძალიან რთული თემაა, ფაქტიურად შეუძლებელი, ამიტომ მოდით აი ამ ილუზიებში ნუ ვიქნებით. ან ვერგებით ისეთი როგორიც არის და უნდა მოვერგოთ მას, ან უნდა თავი დავანებოთ, იმიტომ რომ გამოვასწორებთ, ნუ რაღაცა პატარაზე შეიძლება შეცვალოთ, ისეთ იმიტომ რომ თვითონ ესე თulis რომ უნდა შეიცვალოს. თუ არ თulis ასე და თქვენ უნდა ეჯუჯგუროთ და ეჯუჯგუროთ და ედუდუნოთ და დუდუდუდუდუდუდუდუ გაგიდიოდეთ, ნუ აზრი არა აქვს. ნუ მოკლედ, აი ეს ყველაფერი ერთობლივად თუ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით, მამაკაცი ადგება და გეტყვით, იცი რა ჩემო კარგო, შენ ახლა მე მღლი უკვე, თავის ტკივილს მიჩენ, ზედმეტ პასუხისგებლობებს მიჩენ, აღარ ვარ შენთან ბერდნიერი და მოდი დასვიდანია გეტყვით. აბა კარგად იყავიო გეტყვით. ეხლა ასეთ შემთხვევაში ქალი რა შვება? ქალი რა შვება და იძახის ვაიმე გეხვეწები არსად არ წახვიდე, ოღონდ შენ არ მიმატოვო, ყველაფერს გავაკეთებ როგორც გინდა, ალბათ სხვა ქალი ყავთ, შეიძლება საერთოდ არც არავინ არ აყავს, უბრალოდ ყელში ამოუხვედით და შეუჭამეთ ტვინი კულტურულად რო ვთქვა და ნუ საბოლოოდ გადაწყვიტა წასვლა. ამ დროს იმცირებს თავი ქალს და ეუბნება აი ასეთ სისულელებს კიდე უფრო მეტად ამძიმებს ამისედაც მძიმე მდგომარეობას, ეხუტება, ფეხებზე ეკიდება, აბა არ წახვიდე, იჭერს ასე და ზოგი ორსულდება, ზოგი კიდე რაღაცებს თავაზობს, რა ვიცი, ფული, ბანკის ვალები, რა 1000 რაღაცები არსებობს, ხო? აი ესეთ შემთხვევაში თქვენ კიდევ და კიდევ უფრო მეტად მძიმდებით და ამძიმებთ თქვენს მდგომარეობას და საკუთარ თავს პატივს არცემთ. ერთადერთი გზა იმისათვის, რომ პარტნიორი ჯერ არ დაკარგოთ, ეს ერთი. მეორე, მოიბრუნოთ უკან არის საკუთარი თავის დაბრუნება და საკუთარი თავის პატივისცემა.
გასაგებია? არანაირი დამცირება. თუ თვლით, რომ დამდაშავე ხართ, მოიხადეთ ბოდიში და დაანებეთ მამაკაც თავი იმისათვის, რომ გქონდეს დრო, რომ გადახარშოს. ჩვენ ქალებს უცებ შეგვიძლია ეს ყველაფერი გადავხარშოთ, გადმოვხარშოთ, დავრჩეთ, წავიდეთ, გადავიფიქროთ. მამაკაცებს არა, ამისთვის სჭირდებათ დრო, სჭირდებათ გამოქვაბული და შეეშვით ამ კაცებს, აცადეთ, რომ იფიქრონ. და ნუ იმცირებთ თავს, ნუ წერთ, ნუ კითხულობთ, ნუ დადიხართ მის სოციალურ ქსელებში, რომ აბა ვინ დადო, აბა რა დადო, როდის იყო, როდის გავიდა, ონლაინზე არ არის, უნდა შეეშვით. აი ძალიან მარტივია, შეეშვით. მიხედეთ საკუთარ თავს, აიმაღლეთ საკუთარი თვითშეფასება. წადით დაკავდით სპორტით, იყიდეთ რაღაც ახალი წიგნი. ჩემი წიგნი იყიდეთ, რომ დაიბრუნოთ საკუთარი თავი, ძალიან გამოგადგებათ მართლა, იმისათვის რომ აი დაკარგული თავი უკან აღიდგინოთ და იყოთ ახალ ვიბრაციებში, ახალ ამაღლებულ ვიბრაციებში, სხვათა შორის მამაკაც თქვენი ვიბრაციები ისევ რომც არ იყოს ახლოს, ან შორიდან მიიზიდავს და დაბრუნდება, მაგრამ არა, თქვენ რას აკეთებთ? იმცირებთ თავს, არ არის ეს საჭირო გოგონებო. გაუშვით იგნორზე ყველაფერი, დაიკიდეთ ერთი სიტყვით, მიხედეთ საკუთარ თავს, აიმაღლეთ თვითშეფასება, წადით გაისერინეთ, გადით თეატრში, გადით ახალი მეგობრები გაიჩინეთ, სხვა მამაკაცებს დაელაპარაკეთ ბოლო-ბოლო, რა უბედურება არის ეს ჩაციკლა და აბა მიდი, კაი, ქართლის დედის პოზიციით, რახან ამ კაცს დაელაპარაკეთ და ერთი წელი თუნდაც იყავით ერთად, აბა, არაფერი არ შეიძლება, უნდა დავდგე და ველოდო 24 საათი 7 წლის განმავლობაში ფანჯარასთან გაყუდებული. არ არის საჭირო გოგონებო. სხვა მამაკაცებთან საუბარი ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცს ღალატობთ. შეგიძლიათ მეგობრები გყავდეთ, შეგიძლიათ ნათესავებს დაელაპარაკოთ, შეიძლება უბრალოდ სხვა მამაკაცი მოგეწონოთ და მიხვდეთ, რომ ის კაცი არ არის კარგი თქვენთვის, ხო? აქედან გამომდინარე, დააფასეთ საკუთარი თავი, ძალიან გთხოვთ. მამაკაცებს ზედ არ გადაყვეთ, არასდროს არ არის საჭირო, ძალიან როგორ თქვა, ექსტრიმებში გადავარდნა და არ არის საჭირო, რომ გაუკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ეს კაცი ამას იმსახურებს. გასაგებია? თუ ამას არ გააკეთებთ გოგონებო და დაკარგავთ ბალანს, იცოდეთ, რომ პირველ რიგში ქართული პრობლემა მაქვს. პირველ რიგში საკუთარ თავს დაკარგავთ. მერე დაკარგავთ ამ მამაკაცს და დაკარგავთ ძალიან ბევრ რაღაცას, ასე რომ გისურვებთ, რომ არასდროს არ დაკარგოთ საკუთარი თავი, ყოველთვის იყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ყოველთვის და მუდმივად მამაკაცი გცემდეთ პატივს, განებივრებდეთ, უყვარდეთ და გააკეთოს მაქსიმალური იმისათვის, რომ შეგინარჩუნოთ და თქვენ გააკეთოთ მაქსიმალური იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები გქონდეთ ამ კაცთან. ჯანსაღი ურთიერთობების ქონა იმას არ ნიშნავს, რომ გადაყვეთ ზედ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გყავდეთ პირველ ადგილას თქვენ საკუთარი თავი, უარი არ თქვათ საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებზე და აი ამის შემდგომ უკვე თანმიმდევრულად ერთმანეთთან შეთანხმებით და ერთმანეთის ურთიერთპატივისცემით, ასე ვთქვათ, განავითაროთ ურთიერთობები, ხო? ამიტომ, როდესაც მამაკაცი მიდის, აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, თავს ვანებებთ, არ ვწერთ, არ ვკითხულობთ, არ ვუხდით ბოდიშებს და ასე შემდეგ, თუ ბოდიში მოსახდელია, მოიხადეთ და გაუშვით და აცადეთ, გადახარშოს ეს ყველაფერი, გაიაროს კიდევაც, მოიაროს კიდევაც, ამაში არაფერი ცუდი არ არის. თუ უყვარხართ და თუ უნდიხართ, უკან დაბრუნდება. მერე მიიღებთ თუ არა ეს უკვე თქვენი, ასე ვთქვათ, გადასაწყვეტია. მე პირადად წასულ მამაკაცს უკან არასდროს არ ვიღებ. ასე რომ, აბა თქვენ იცით ახლა, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ დროებით.